ჩვენ ვიწყებთ ახალ საგნს. ეს არის დედამიწის ატმოსფეროს დისტანციური ზონდირება. ხელსაწყოები და მეთოდები. საგანი განკუთვნილია ასტრონომიის სპეციალობის მაგისტრანტებისათვის. დისტანციური ზონდირება, ანუ ინგლისურად remote sensing-ი, განისაზღვრება როგორც ინფორმაციის მიღება რაიმე ობიექტისა ან ობიექტების სისტემის შესახებ, მასთან ფიზიკურ კონტაქტში შეუსვლელად. ინფორმაცია მიიღება იმ ცვლილებების დეტექტირების და გაზომვის საშუალებით, რასაც ობიექტი იწევს მის გარშემო მყოფ ველებზე. ეს ველები შეიძლება იყოს ელექტრომაგნიტური, აკუსტიკური ან პოტენციური. ეს შეიცავს ელექტრომაგნიტური ველების არეკლას ან გამოსხივებას, აკუსტიკური ველების არეკლას ან შეშფოთებას და გრავიტაციული ან მაგნიტური ველების პოტენციალის შეშფოთებებს. თქვენ ახლა ხედავთ სხვადასხვა დიაპაზონში მიღებულ გამოსახულებას. ეს არის მკვდარი ველი ამერიკაში, რომელიც გადაღებული არის 0,48 მიკრომეტრი, 0,16 მიკრომეტრით, 0,66 მიკრომეტრით, 0,83 მიკრომეტრით, 1,65 მიკრომეტრით და 11,5 მიკრომეტრით ტალღის სიგრძეებით. სხვადასხვა დიაპაზონში გადაღებული გამოსახულება გაცვლებით განსხვავებული ინფორმაციას და ამ ინფორმაციების შეკრებით დაჯამებით თქვენ იღებთ საერთო სურათს მთელი ამ ზედაპირის გარეშე, რომელსაც თქვენ უყურებთ ხოლმე. შემდეგი სურათი ანალოგიურად შეიძლება ჩვენ გავაკეთოთ, ბუნებრივია, ეს მაგალითად მარსისათვის არის გადაღებული მარსის ზედაპირი, ოღონდ უკვე ამჯერად რადარული დაკვირვებების შედეგად თქვენ შეგიძლიათ მარსის ზედაპირის რადარული სკანირება მოახდინოთ და შესაბამისად მიიღოთ თუ სხვადასხვა ადგილას მარსისა როგორი სიღრმეებია, როგორი სივრცული, ასე თქვა, დიაპაზონი არის ამ გამოსახულების. იგივე შემდეგი სურათის მარსის ზედაპირია და ხედავთ თუ მარსის ზედაპირის რადარული დამუშავებით, სხვადასხვანაირი დამუშავებით თქვენ სხვადასხვა უბნების შესწავლა შეგიძლიათ. ეხლა დისტანციური გამოჩვენი ატმოსფერო არის არასრულიად გამჭვირვალე ყველა ტალღის სიგრძეებისათვის. შემდეგ სლაიდზე თქვენ ხედავთ თუ როგორი გამჭვირვალობის უბნები აქვს ჩვენ ატმოსფეროს. როგორც ხედავთ, ჩვენი ატმოსფეროში მთლიანად დაინქმება მოკლეტალღოვანი უბნები, როგორიც არის გამა-გამოსხივება, რენტგენული გამოსხივება, ხილული მოჩანს ძალიან კარგად და თუ გძებთ ტალღოვანს მივაქცეთ ყურადღებას, ულტრაესფერი ნაწილობრივად გააოდის და თუ გძებთ ტალღოვანს მივაქცეთ ყურადღებას, იქ არსებობს მხოლოდ გარკვეული უბნები, საიდანაც ჩვენი ატმოსფეროს გამჭვირვალ უბნებს გამჭვირვალობის ფანჯრებსაც ეძახიან ხოლმე. ამ გამჭვირვალობის ფანჯრების შესაძლებლად დისტანციურ ზონდირებაში გამოიყენება სხვადასხვა მონაცემები, სხვადასხვა მაგალითად სხვადასხვა დიაპაზონები სხვადასხვანაირად გამოიყენება. აი აქ თქვენ შემდეგ სლაიდზე ხედავთ თუ როგორ არის დალაგებული ეს დიაპაზონები და მაგალითად აქ პირდაპირ წერია რომ გამოსხივები და რენტგენის სხივები სულიად ჩაინთქება ჩვენს ატმოსფეროში და იგი ბუნებრივად არ გამოიყენება დისტანციური ზონდირებისათვის. ულტრაესფერი ატმოსფეროში დაინთქება და დაინთქება ძირითადად ოზონის მიერ. ამის გამო იგი შედარებით ნაკლებად გამოიყენება, მაგრამ გარკვეული ამოცანებისათვის მაინც გამოყენებადია, თუნდაც ისევ ოზონის შესასწავლად და გაცილებით უფრო გამოყენებადია დისტანციური ზონდირებისათვის, ხილული ინფრატითელი, არეკლელი ინფრატითელი, სითბური ინფრატითელი და მიკროტალღები და რადარული გამოსხივებები. აი, დაახლოებით 0,1-დან 100 სანტიმეტრამდე სიგრძის ტალღები. რადიოტალღები, რომელიც 100 სანტიმეტრზე უფრო გრძელია, ასევე არ გამოიყენება დისტანციური ზონდირებისათვის, რადგან დაინთქება დედამიწის ატმოსფეროს მიერ. მოკლედ რომ თქვა, დისტანციური ზონდირება ეს არის რაიმე ობიექტის ან ობიექტთა კლასების შესახებ, ან ზედაპირის შესახებ ინფორმაციის შეგროვება ფიზიკური მასთან ფიზიკური კონტაქტის გარეშე, გარკვეული მანძილიდან. პლანეტარული გამოსახულებების ჩვენ შემთხვევაში დისტანციური ზონდირების ამოცანა იქნება პლანეტარული გამოსახულებების მიღება და ამ გამოსახულებით манипуლირება. როგორც წესი, ეს გამოსახულება უნდა იყოს გაციფრებული ან მრავალსპექტრული. აი მარტივად რომ გითხრათ, მაგალითად დისტანციური ზონდირების გარკვეული მაგალითია, თუნდაც თქვენ როდესაც გადაუღებთ ფოტოსურათს თქვენს მეგობარს და არის გადაღებული ფოტოსურათი, ცდილობთ შეაფასოთ მისი თვისებები. აქ იგულისხმება თვისებებში, ფიზიკურ თვისებებზე ლაპარაკი, რა თქმა უნდა, არა
ფსიქოლოგიური თვისებები, თუმცა შეიძლება ფსიქოლოგები ამასაც იყენებენ ხოლმე, მე ეს არ ვიცი. მაგალითად, თქვენ შეიძლება შეაფასოთ მისი სიმაღლე, მისი წონა, გამختარია თუ სუქანია იგი, შეიძლება ფერის შეაფასოთ, როგორი ფერი აქვს, კარგად არის, ცუდად არის და ასე შემდეგ, ну ძალიან ასეთი მრავალი დატვირთვა შეიძლება კონდეს ამ მონაცემს. დისტანციური ზონდირებას კოსმოსიდან გადაღებულს თუნდაც, მაგალითად ძალიან მრავალმხრივი გამოყენება აქვს სხვადასხვა მიმართულებით. მაგალითად, ზეგანაც გითხარით მე, რომ მაგალითად, აი ამ სურათზე მოჩანს, თუ როგორ აკვირდებიან ხოლმე ხანძრებს ტყეში, კოსმოსიდან და თქვენ საშუალება გეძლევათ კონკრეტული ხანძრის კერები აღმოაჩინოთ კოსმოსიდან გაცილებით უფრო კარგად მოჩანს და რა თქმა უნდა, ანალოგიურად შეიძლება ეს გააკეთოთ აეროფოტო გადაღებების დროსაც. აეროფოტო გადაღებებიც ამ დროს დისტანციური ზონდირების ერთ-ერთი მიმართულებაა. Ну, ანალოგიური რამ ხდება, მაგალითად, მყინვარების დაკვირვებასთან დაკავშირებით, აქ შეიძლება თქვენ გლობალურ დათბობებზე ისაუბროთ, ან რელიეფის სხვადასხვა ეროზიებთან და ან სხვადასხვა ასეთ მოვლენებთან დაკავშირებით. ძირითადად დისტანციური ზონდირება გამოიყენება სხვადასხვა მიმართულებით. მაგალითად, ძირითადი მიმართულებები თქვენ აქ ხედავთ, ჩამოწერილი არის, ესენი არის მაგალითად გამოიყენება კარტოგრაფიაში, გეოინფორმაციული სისტემები, გეოპოზიციურ სისტემებში, დისტანციური ზონდირებაში, გეოდეზიაში, დისტანციური კოსმოსიდან მიღებული გამოსახულებები. და ამავე დროს გამოიყენება ისეთ სხვადასხვა არამკვეთ დარგებში, როგორიც არის მაგალითად არქეოლოგია, ქალაქ დაგეგმარება, სოფლის მეურნეობა და სხვადასხვა. მე ახლა ძალიან გამიჭირდება ყველაფერი სათითაოდ ჩამოთვლა, იმიტომ რომ ეს მართლაც ფართო დიაპაზონის მეცნიერებაა, რომელიც ფართო დიაპაზონის გამოყენება აქვს თვითონ მეურნეობაში. დისტანციური ზონდირების დროს ჩვენ ძირითადად მოგვიხდება უკვე 21 საუკუნეში ვართ, მოგვიხდება ასე ეგრეთ წოდებული ციფრული გამოსახულებების დამუშავება. ციფრული გამოსახულებას უნდა გქონდეს რასტრული და ეს არის ციფრული გამოსახულება ძირითადად არის რასტრული და ვექტორული მონაცემებით. რასტრული მონაცემები მე შეგახსენებთ რას ნიშნავს რასტრული მონაცემები. რასტრი ეს არის დისკრეტული გამოსახულება წარმოდგენილი მატრიცის სახით, პიქსელებად ეკრანზე ან რაიმე ინფორმაციის მატარებელზე. სივრცეში პიქსელების განლაგების მიხედვით არჩევენ კვადრატულ, მართკუთხა, ჰექსაგონალურ ან და სხვა ტიპის რასტრებს. პიქსელების მდევარების განსასაზღვრავად იყენებენ კოორდინატთა სისტემას. ჩვეულებრივად 0,0 მოთავსებულია ეკრანის ზედა მარცხენა კუთხეში. რასტრი ხასიათდება გარჩევის უნარით, პიქსელების რაოდენობა მანძილის ერთეულზე, ანუ რასაც ჩვენებურად DPI ქვია ხოლმე, ალბათ გაიგონია თქვენ რომ აი სკანერებთან დაკავშირებით ხშირად ამბობენ რომ მას აქვს 600 DPI, ან 300 DPI, 2400 DPI, რაც უფრო მეტია DPI, ანუ დუიმზე წერტილების რაოდენობა გარჩევის უნარის სკანერისა, მით უფრო უმაღალი ხარისხის სკანერია, მით უფრო ძვირად ფასობს ხოლმე, მაგრამ შესაბამისად მიღებული გამოსახულებაც უფრო დიდი გამოდის და მისი დამუშავებაც უფრო ჭირის ხოლმე, მოჭირდება მას ესეთი გამოსახულების დამუშავებას გაცილებით უფრო მეტი კომპიუტერული რესურსი ჭირდება. გარდა მაგალითად მე მომყვანილი მაქვს აქვე ჩემი სურათი, თუნდაც იმიტომ რომ არ დაგავიწყდეთ თქვენი საყვარელი ლექტორი, ხანდახან მაინც გასწავლდეთ ხოლმე როგორ ვარ მე. ეს არის ციფრული გამოსახულება, რომელსაც მაგალითად კოორდინატთა სათავე თქვენ ხედავთ თუ არის 0,0 მარცხენა ზედა კუთხეში, სურათის ზომა არის 402 604 პიქსელზე, ეს 602 არის 4 არის ჰორიზონტალური პიქსელების რაოდენობა ამ შემთხვევაში და 402 არის ჰორიზონტალური პიქსელების რაოდენობა. თითოეულ
ამ პიქსელში ჩაწერილია ფერის მაჩვენებელი ინტენსივობა და თქვენ ამით შეგიძლია შეაფასოთ გამოსახულება, შეგიძლია დააჯამოთ იგი და შესაბამისად გამოიყვანოთ ის რა ქვია მახასიათებელი, რაც გჭირდებათ ამ სურათის დამუშავებისას. აი ამ შემთხვევაში ამბობენ რომ ეს სურათი არის რასტრული და არის არსება ვექტორული ჩანაწერი. ვექტორული ჩანაწერი იმიტომ არის რომ ბუნებრივია თითოეულ პიქსელს გააჩნია თავის შესაბამისი კოორდინატი. დისტანციური ზონდირების დროს გამოსახულება უნდა იყოს თუ თანამგზავრ გამოსახულებაზე ალაპარაკი მით უმეტეს და თან შეიძლება გამოსახულება მიღებული ქონდეს ჩვენ მიწის ზედაპირიდან დღეს თუმცა უნდა გითხრათ რომ ანალოგური გამოსახულებები შედარებით ნაკლებად გამოიყენება და ესენი არის ციფრული უნდა იყოს. ანუ არ არის ფოტოგრაფიული. ეხლა აქ არის ერთი ხაზგასასმელი ფაქტი, რომ ყველა ფოტოგრაფია ამავე დროს არის გამოსახულებაზე. მაგრამ ციფრული გამოსახულება როგორც წესი არ არის ფოტოგრაფია. იგულისხმება ის ფაქტი, რომ ფოტოგრაფია არის ანალოგური გამოსახულება, მოგეხსენებათ როგორ ხდება ფოტოგრაფიული პროცესი, ანუ შუქზომბიარე ფირზე ან ფირფიტაზე მიიღება რაღაც გამოსახულება და აქ თვითონ გამოსახულების მიღების დროს ფირფიტა ან ფირი სინათლის კვანტებით ხდება მარცვლების გამგზნობია, ასე ვთქვათ, გაშავება. ანუ რა ქვია, გამჟავნება. მარცვლები არ არის ერთნაირად დისკრეტული და ამიტომ რა თქმა უნდა ინტენსივობის მიხედვით მარცვალი მეტად ჩავდება ან ნაკლებად ჩავდება, ან შეიძლება ბევრი მარცვალი გაშავდეს, ნაკლები მარცვალი გაშავდეს და ამის ეს გამოსახულება ყოველ შემთხვევაში არის ანალოგური პროცესი და არა მკვეთრად დისკრეტული პროცესი. ხოლო ციფრული გამოსახულების დროს არის დისკრეტული პროცესი. ციფრული გამოსახულებების შემთხვევაში თვითონ ფოტოაპარატში ან და მიმღებ მოწყობილობაში დაგენებულია ციფრული მატრიცა, შუქზომბიარი ციფრული მატრიცა, რომელიც ნახევარგამტაურ პრინციპზე მუშაობს და თქვენ თითოეული მატრიცის თითოეული პიქსელი, თითოეული უჯრედი იღებს გამოსახულებას, აკეთებს მის კვანტირებას და აკეთებს მის თვლას. ანუ თქვენ პირდაპირ ციფრულ გამოსახულებას. ფოტოგრაფიები, როცა ჩვენ გვჭირდება ხოლმე დასამუშავებლად, ძირითადად ისინი გადაყვანს სკანირების საშუალებით ციფრულში და ამას აი პროცესი თქვენ მოგეხსენებათ როგორ ხდება და კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ ანალოგურ და ციფრულ მონაცემებს. ანალოგური მონაცემი არის ფოტოგრაფია, მიღებული ფოტოკამერით, მიღებული შუქზომბიარ ფირზე ან ფირფიტაზე. ხოლო ციფრული მონაცემი არის პიქსელების კომპოზიტი, ვექტორული ჩანაწერი, მიღებული ციფრული კამერით ან სკანერით. აი ქვევით თქვენ ხედავთ აქვე ამ სლაიდზე ხედავთ ორ სურათს. პირველი არის ანალოგური მონაცემი, ხოლო მეორე არის ციფრული მონაცემი. სხვადასხვა განსხვავებული უბნებია, მაგრამ მიუხედავად ამისა თქვენ არჩევთ, რომ სხვანაირად არის ინფორმაცია ჩაწერილი, თუნდაც ის, რომ ანალოგურ მონაცემში არ არის ისე დისკრეტულად გამოყოფილი სხვადასხვა მნიშვნელობის და სხვადასხვა ხასიათის თვისებები რეგიონისა ან და რელიეფისა, როგორც დაუშვათ დისკრეტულ მონაცემშია. დისკრეტულ მონაცემში თითქოს და ერთნაირი თვისებების უბნები ზედაპირისა გამოყოფილია ერთნაირი ფერებით, ერთნაირი მახასიათებლებით და ეს შესამჩნევად უფრო გარჩეულია. ჩვენ ურთიერთობა გვექნება ელექტრომაგნიტურ გამოსხივებასთან. რა თქმა უნდა, გვექნება ნაწილობრივი ურთიერთობა აკუსტიკურ გამოსხივებასთანაც, მაგრამ ძირითადი ჩვენი სამუშაო არეალი იქნება ელექტრომაგნიტური გამოსხივება. გავიხსენოთ კიდევ ერთხელ ელექტრომაგნიტური დიაპაზონი. აი თქვენ სურათზე ხედავთ, თუ როგორ სხვადასხვა ტალღის სიგრძეები, როგორ არის მოთავსებული, განლაგებული. ყველაზე უпроსტად მოკლე ტალღოვანია გამა გამოსხივება, შემდეგ მოდის რენტგენის გამოსხივება, ულტრაისფერი გამოსხივება, ხელული გამოსხივება, ინფრაწითელი მიკროტალღები და რადიო გამოსხივება. რაც უფრო გრძელია ტალღის სიგრძე, მით უფრო მივდივართ აი ზევითკენ და უფრო ნაკლებად ენერგეტიკული ფოტონებისკენ მივდივართ ხოლმე. ამ მთელი დიაპაზონიდან ხილული გამოსხივება არის მხოლოდ მცირე უბანი, მცირე უჯრედი, აი მთელი გამოსხივებისა, თქვენ აქ ხედავთ ამას
და ეს ხილული გამოსხივებაც იყოფა ფერებად და თუ დიაპაზონის განვიხილავთ ფერებისა, ეს არის 0,4-დან 0,5-მდე მიკრომეტრი არის ცისფერი, 0,5-დან 0,6-მდე არის მწვანე, 0,6-დან 0,7-მდე წითელი და თუ ასტრონომიულად, ასტრონომიების ძანებით ასტრონომიულად ვილაპარაკებთ, მოგეხსენებათ, რომ ასტრონომები ძირითადად აქცენტებში ახასიათებენ ხოლმე ტალღის სიგრძეს, მაშინ იქნება 4000-დან 5000-მდე ცისფერი, 5000-დან 6000-მდე მწვანე, 6000-დან 7000-მდე წითელი. თავისთავად დანარჩენი გამოსხივების დიაპაზონები ჩვენთვის თვალისთვის უხილავია და მათ მისაღებად გვჭირდება სხვადასხვანაირი ტექნიკა, სხვადასხვანაირი საშუალებები. ზოგან ფირები შეიძლება იყოს მგრძნობიარე ფირები, როგორც ის ფოტოგრაფიაში გამოიყენებოდა, ან და მატრიცები, მიმღები მატრიცები, ან და შეიძლება იყოს რადიო ანტენები, ან და რადიო და სხვადასხვა, ასე ვთქვით, ფოტომამრავლებლები თუ რაც სხვადასხვა დიაპაზონი, ამას ყველაფერს შესაბამისად განვიხილავთ. ცოტა ადრე ვილაპარაკეთ, რომ ამ მთელი დიაპაზონებიდან ჩვენ არ გამოვიყენებთ დისტანციურ ზონდირებაში გამოსხივებს, არ გამოვიყენებთ რენტგენის სხივებს, რადგან დედამიწის ატმოსფერო შთანთქავს მთლიანად ამ სხივებს და ჩვენ ამათ ვერ ვიყენებთ. ნაწილობრივ ვიყენებთ ხოლმე ულტრაისფერ გამოსხივებას და კიდევ ნაკლებად, უпросторо სულ არ ვიყენებთ ძალიან გრძელტალღოვან რადიო გამოსხივებას. მაგალითისათვის მე ჩავსვი მცირე ფილმი ელექტრომაგნიტური გამოსხივების დიაპაზონებისა და მასშტაბების შესახებ. ეს ფილმი მოყვანილია, ამერიკული გადაღებული ფილმია და აქ ლაპარაკია რაზე, თუ ჩვენ მთლიანად ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას წარმოადგენთ ჩვეულებრივი კინოფირის სახით, მასშტაბებში კინოფირის სახით და ამ კინოფირის გადავჭიმავთ მაგალითად 2000 მილზე, აქ ლაპარაკია ლამის თითქმის მთელ ამერიკაში გადავჭიმავთ, მაშინ აღმოჩნდება, რომ ფირის მხოლოდ ერთი კადრი არის ელექტრომაგნიტური გამოსხივება. ესე იგი, ეს არის ძალიან მცირე დიაპაზონი, თქვენ როგორც მოგეხსენებათ, ძალიან მცირე სიდიდე მთელ იმ ელექტრომაგნიტურ გამოსხივებასთან შედარებით, რასაც ხდება სამყაროში, რასაც ვიღებ და რაც რეალურად არსებობს. და ჩვენ ავიქვავთ ამ მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილს ამ მთელი გამოსხივებისა. აი შეხედეთ, როგორი ერთი კადრი გამოდის ამ მთელი გამოსხივებიდან, მხოლოდ ერთი კადრი არის ჩვენი აღქმის დიაპაზონი, ანუ ჩვენი ხილული სიდიდე მთელ ამ 2000 მილზე, ნუ დაახლოებით ალბათ 3500 კილომეტრამდეა, 2000 მილი 3300 კილომეტრი დაახლოებით. აქვე არის ნაჩვენები, აი სპექტრად გაშლის სპექტრული სხვადასხვა დიაპაზონებია, მოყვანილი გაშლის სხივი, ნეონის ნატურა, ნახოთ კიდევ ერთხელ, როგორ გადის სხვადასხვა დიაპაზონის გამოსხივება სხვადასხვა საგნებში ან და სხვადასხვა ნივთიერებაში. მაგალითად, როგორც გითხარით ადრევე, მხოლოდ ულტრაისფერი ხილული ინფრაწითელი და სითბური ინფრაწითელი მიკროტალღები გამოიყენება დისტანციურ ზონდირებაში და აქედან ულტრაისფერი არ გადის მინაში, რაც რომ მოკლტალღოვანია გამოსხივება, მით უფრო მეტად უჭირს ხოლმე რაიმე საგნებში გავლა და ალბათ ვიცით, რომ როდესაც იყენებენ ხოლმე ულტრაისფერი გამოსხივების მისაღებად, ტელესკოპებს ან ლინზებს ამზადებენ ძირითადად კვარცის მინისაგან. აქ ლაპარაკია ჩვეულებრივ მინაში არ გასვლაზე. ხილული გამოსხივება გადის მინაში, ეს ყველამ კარგად ვიცით, ფანჯრებიდან ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი დავინახოთ. ინფრაწითელი გადის ნისლშიც, სითბური ინფრაწითელი გადის კვამში და მიკროტალღები გადის ღრუბლებში, თოვლში, თხელქვიშაში. ამის მიხედვით დისტანციურ ზონდირებას ყოფენ ხოლმე სამ კლასად.
იმ ტალღის სიგრძეების მიხედვით თუ რომელშიც რა დიაპაზონშიც უწევთ მათ მუშაობა. პირველი დიაპაზონი და პირველი კლასი არის ეს არის ხილული და ახლო შუა ინფრაწითელი, რომელიც შეიძლება იყოს როგორც არეკვილი, აქ ჩხილებში კი არეკვილი წელია, მაგრამ ასევე გამოსხივება იმის მიხედვით შეგვიძლია ჩვენ დავინახოთ რაღაც ობიექტები მოცემულ კონკრეტულ დიაპაზონში. მეორე არის უკვე მკვეთრად გამოყოფილი სითბური ინფრაწითელი, რომელიც გამოსხივებული ანუ წარმოებული გამოსხივება მოცემული ობიექტების მიერ და მესამე არის მიკროტალღები, რომლებიც დიაპაზონი ხასიათდება იმით, რომ აქვე იგულისხმება მუშაობა მიმდინარეობს ძირითადად გამოსხივებულ, პასიურ და აქტიურ, ანუ რადარულ დისტანციური ზონდირება გამოყენებული მეთოდების საშუალებით მიხედვით უბრალოდ შეგვიძლია დავყოთ ორ ტიპად. ეს არის პასიური დისტანციური ზონდირება და აქტიური დისტანციური ზონდირება. პასიური დისტანციური ზონდირება, როდესაც თქვენ განმანათებელ წყაროებად იყენებთ ხოლმე ბუნებრივ ელემენტებს. ბუნებრივ ელემენტებში ბუნებრივია ხშირად გამოიყენება ხოლმე ყველაზე ხშირად გამოიყენება მზე. მზე არის ძირითადი განმანათებელი ელემენტი, მზიდან დაცემული სინათლე აირეკლება და მიიღება იმ მიმღების საშუალებით, რომელსაც თქვენ იყენებთ იმ სენსორების საშუალებით. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს კოსმოსური სენსორები, ან და შეიძლება იყოს დედამიწაზე და მიმღებები საშუალებები. მეორე მხრივ პასიური დისტანციური ზონდირებაში ხანდახან გამოიყენება ხოლმე მთვარეც და შეიძლება გამოიყენოთ ვარსკვლავებიც. მაგალითად, თქვენ მოგეხსენებათ, რომ სავსე მთვარის დაბნელების დროს უფრო სწორად მთვარე წითელდება. იმის და მიხედვით ეს არის დედამიწას და ატმოსფეროში გამავალი სინათლე, რომელიც შემდეგ არ დატყდება, იკრიბება მთვარეზე და მიიღება ამიტომ მთვარის წითელი ფერი და თუ თქვენ შეისწავლით მთვარის ამ წითელ ფერს, შეგიძლიათ შესაბამისად დასკვნები გააკეთოთ დედამიწის ატმოსფეროს შესახებ. ასევე შეიძლება თქვენ გამოიყენოთ მთვარის სხვადასხვა სიმაღლის მიხედვით დედამიწის ატმოსფეროს სხვადასხვა კუთხით განათებულობაზე, ამ ატმოსფეროში გადაატეხაზე, შთანთქმაზე და სხვადასხვა გააჩნიათ თქვენი ამოცანა როგორია და შეისწავლოთ დედამიწის ატმოსფერო მთვარის გამოყენებით. გარკვეული წვლილი ღამის ნათებაში ბუნებრივია შეაქვთ ვარსკვლავებსაც, სხვა არა მზეს, სხვა ობიექტებსაც და ამ წვლილის შესწავლა თქვენ გაძლევთ გარკვეულ ინფორმაციას თვითონ ატმოსფეროს შესახებ. მეორე მხრივ აქტიურია დისტანციური ზონდირება, როდესაც თქვენ იყენებთ ხოლმე რაიმე განათების სხვა საშუალებებს, ხელოვნურ საშუალებებს. აი მაგალითად თქვენ ამ სლაიდზე ხედავთ თუ როგორ გამოიყენება ეს აქტიური დისტანციური ზონდირების დროს რადარული გამოსხივება თვითმფრინავების დასაფიქსირებად. ანალოგიურად თქვენ შეიძლება გამოიყენოთ რადარული გამოსხივება დედამიწის ატმოსფეროს შესასწავლად, შეიძლება გამოიყენოთ თუნდაც ეხლა თქვენ გაჩვენეთ სლაიდები და სურათები მარსის რადარული გამოსახულებები, როგორ ხდება მარსის შესწავლა რადარების საშუალებით. აქტიური დისტანციური ზონდირება ასევე აქტიურად გამოიყენება მაგალითად სამხედრო მიზნებისათვის. აი მაგალითად თქვენ მოგეხსენებათ, რომ ძირითადად რადარების განვითარება თავდაპირველად გამოწვეული იყო ომის მოთხოვნილებებმა გამოიწვიეს ამ რადარების განვითარება, უფრო სწორად რადარული სისტემების განვითარება. თუ ჩვეულებრივ ობიექტებზე გადავიტანთ ამ ყველაფერს, მაგალითად აი ამ სურათზე მოყვანილია პასიური დისტანციური ზონდირების მაგალითი, მანათობელი წყარო არის მზე ანათებს კონკრეტულ ობიექტს, შეიძლება ეს იყოს ხე, აქედან არიკვლელი სინათლე გადაეცემა ჩვენს თვალს და შემდეგ თვალიდან ინფორმაცია მიდის ტვინისაკენ. ტვინი ანალიზს უკეთებს ამ ინფორმაციას და ჩვენ ამის შემდეგ ვადგენთ, ეს ობიექტი არის ხე, ეს ობიექტი არის მწვანე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. როცა პასიურ დისტანციური ზონდირებასთან გვაქვს, მაბატეთ აქტიური დისტანციური ზონდირებასთან გვაქვს საქმე, მაშინ უკვე მზე აღარა გვაქვს, რადგან განმანათლებელი წყარო აღარ არის და ჩვენ ვიყენებთ ხოლმე ხელოვნურ ანათების წყაროებს, ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს ჯიბის ფანარიც. თუ მაგალითისათვის ანალოგიურად დაცემული სინათლე აირეკლება ხიდთან, შემდეგ გადაეცემა თვალს, თვალიდან მიდის ტვინისაკენ და ტვინი აკეთებს ანალიზს ამ ყველაფრისას.
თუ ჩვეულებრივი სიტყვებით კიდევ გადავიტანთ და ჩვეულებრივი მაგალითს მოვიყვანთ, მაგალითად, თქვენ როდესაც ყველას გადაგიღეთ ფოტოსურათი, თქვენ როდესაც დღის საათებში იღებთ ხოლმე პორტრეტს ვინმე ადამიანისას, მაშინ არ გჭირდებათ განათება, დამატებითი და იღებთ ჩვეულებრივად მზის განათებულ ადამიანს. ხოლო ღამის საათებში თუ გიწევთ ამ სურათის გადაღება, თქვენ მოგეხსენებათ, რომ ფოტოაპარატებს აქვთ დამაგრებული დამატებითი განათების საშუალებანი, აი ამ დამატებითი განათების საშუალებით ანათებთ ამ ადამიანს და შემდეგ იღებთ მის სურათს. ეს უკვე აქტიური დისტანციური ზონდირება, როდესაც დამატებითი განათების საშუალებით იღებთ სურათს. თუ დღის საათებში იღებთ, ეს არის პასიური დისტანციური ზონდირება. ზონდირების კიდევ ერთი კარგი მაგალითია თანამგზავრული ხედვის გეომეტრია. ხედავთ თქვენ აქ. აი ამ წერტილში მაგალითად მოთავსებულია მზე, აქედან ხებზე გეოსტაციონარული თანამგზავრი აკვირდება დედამიწის ატმოსფეროს, ლიმბს აკვირდება სხვა გეოსტაციონარული თანამგზავრი, ეს ჩამავალი მზის სხივები მოჩანს აქ ლიმბზე შეიძლება და იმის და მიხედვით თუ როგორი კუთხით უყურებს მზეს, ჩვენ შეგვიძლია ატმოსფეროს ზონდირება სხვადასხვა სიმაღლეზე გავაკეთოთ, განათებული და გაუნათლებელი ატმოსფეროს შედარებით ზონდირება და ნადირში აკვირდება კიდევ ერთი თანამგზავრი, რომელიც მოგეხსენებათ აქედან მზე ნამდვილად აღარ აჩანს უკვე, ეს არის მზის საწინააღმდეგო მხარე და თვითონ რა ქვია პრაქტიკულად აქ მოჩანს ღამის ატმოსფეროს ნათება. ეს ღამის ატმოსფეროს ნათება კიდევ გამოწვეული არის დღისით დაგროვილი ენერგიის გადმოსხივებით, ატმოსფერო ღამით გადმოასხივებს ხოლმე დღისით მიღებული მზისგან მიღებულ ენერგიას. საინტერესო მაგალითია მიკროტალღური, ანუ პასიური გამოსხივების გამოყენება. ეს არის როგორც მოგეხსენებათ 1 მმ-დან 1 მეტრამდე ტალღის სიგრძეები. ამ ტალღის სიგრძეებს შეუძლიათ დაინახონ ღრუბლებში, სუბუქცვიმაში და თოვლში. მაგრამ ნაკლებად გამოყენებადია, რადგან ადამიანები ამ ტალღის სიგრძეებს იყენებენ კომუნიკაციებისათვის. ეს არის ტელევიზია, რადიო თუ აი თქვენი მობილური კავშირები, მობილური ტელეფონები, რომელსაც თქვენ ალბათ თვითონ თქვენგანს გააჩნია. ეს მიკროტალღური გამოსხივება, პასიური გამოსხივება მაინც გამოიყენება დისტანციურ ზონდირებაში და ამ შემთხვევაში სწავლობენ ხოლმე ოკეანის ზედაპირის ცვლილებებს. ძალიან კარგად სწავლობენ ატმოსფერული ოზონის ცვლილებებს, სწავლობენ ყინული საფარის ცვლილებებს, თოვლის საფარის ცვლილებებს და სენსორები იღებენ დედამიწიდან გამოსხივებული ენერგიას, აფიქსირებენ გამოსხივებულ ენერგიას. კიდევ ერთი მაგალითი რადარული პასიური და აქტიური გამოსხივების შესახებ. თქვენ ამ სლაიდზე ხედავთ რადარსატ-2-ს, ანუ აქტიურ თანამგზავრს, რომელსაც გააჩნია აქტიური სენსორები და რადარსატ-2 ასხივებს რადარულ გამოსხივება, შემდეგ იქიდან არეკლილი გამოსხივება საშუალო ზღვაზე მიიღოთ აი ესეთი გამოსახულებები, რომელსაც თქვენ აქ ხედავთ და მეორე არის პასიური სენსორით აღჭურვილი ლანდსატი, კოსმოსური თანამგზავრი, რომელიც მუშაობს მზიდან დაცემული და არეკლილი სინათლის მიღებაზე. აი ეს გამოსახულებები მაგალითად ლანდსატით არის მიღებული. ორივე მეთოდი დისტანციურ ზონდირებაში ძალიან აქტიურად გამოიყენება და იძლევა შესაბამისად სხვადასხვა მნიშვნელობის სხვადასხვა. დისტანციური ზონდირება ხასიათდება გარჩევის 4 ტიპით. ესენია სივრცული გარჩევა, დროითი გარჩევა, სპექტრული გარჩევა და რადიომეტრული გარჩევა. სივრცული გარჩევა შეიძლება იყოს მაღალი, საშუალო, დამაკმაყოფილებელი და დაბალი. ეს არის უმცირესი ფართობი, რომელიც შეიძლება გაირჩეს გამოსახულებაზე. დამოუკიდებულია დაკვირვების მანძილზე, მიმღებ ოპტიკაზე და სენსორზე. აი თქვენ ხედავთ ორ მაგალითს სივრცული გარჩევისას. პირველი მაგალითი მაგალითად მარცხენა სურათი გადაღებულია თანამგზავრული გამოსახულება, ხოლო მეორე სურათი არის აეროფოტოგრაფია. პირველ სურათზე სივრცული გარჩევა 30 მეტრი პიქსელზე, ხოლო მეორე სურათზე სივრცული გარჩევა 1 მეტრი პიქსელზე. თქვენ აშკარად ხედავთ, რომ მეორე სურათზე გაცილებით მეტი ობიექტი და მეტი ელემენტი ჩანს გამოსახულებისა, ვიდრე პირველ სურათზე. ანუ მეორე სურათის სივრცული გარჩევა გაცილებით მაღალი. თქვენ როცა იღებთ ხოლმე ასეთ სურათებს, რა თქმა უნდა, მეორე სურათი უფრო საინტერესოა თქვენთვის, მაგრამ არ უნდა დაგავიწყოთ ერთი დეტალიც, რომ მეორე სურათი გაცილებით მოცულობითია, უფრო დიდია, მისი გადმოტანა
თუნდაც კოსმოსიდან რო იღებთ მსგავს სურათს, ან რაიმე ობიექტიდან, რაიმე მიმღებიდან იღებთ მსგავს სურათს, უფრო ძნელდება და ტექნიკურად ასეთ სურათების დამუშავება უფრო ძნელია, იმიტომ მოითხოვს მეტ კომპიუტერულ რესურსს და მეტ ტექნიკას. გარდა ამისა, მიმღების სენსორები, როგორც წესი, ანალოგიური გარჩევის სურათების დასამზადებლად, თუნდაც კოსმოსიდან რო დაამზადოთ ანალოგიური სურათი, დარჩენებათ სენსორი, რომელიც ძალიან ძვირადღირებული იქნება და ესაც გასათვალისწინებელი ფაქტორია. შემდგომ თვითონ ამ ასეთი სურათების მიღება ხასიათდება ბავშვით კოსმოსთან რომ მიიღოთ თქვენ რაღაცა მაღალი გარჩევის სურათი ან საერთოდ გარკვეული გარჩევის სურათი რა ეს დამოკიდებულია თუ როგორია თქვენი კოსმოსური თანამგზავრის ფრენის მიმართულება, როგორი მიმღებები გაქვთ თქვენ ამ თანამგზავრზე, გამოსახულების ოპტიკა როგორი ხარისხისა გაქვთ და როგორი გაქვთ, რამდენად ძვირადღირებული გაქვთ და როგორია ამ კოსმოსური თანამგზავრის მყისიერი ხედვის ველი. მოგეხსენებთ, რომ კოსმოსური თანამგზავრი მუდმივად მოძრაობს და რაღაც გარკვეულ ობიექტს გარკვეულ დროს გადაივლის და მისი რა თქმა უნდა, თუნდაც ჩვეულებრივად რო ვთქვათ, ექსპოზიციისათვის საჭიროა გარკვეული მინიმალური დრო, მაინც რომ ეს გამოსახულება მიღებულ იქნას. გარჩევის შემდეგი ტიპი არის დროითი გარჩევა. დროითი გარჩევაში იგულისხმება, რომ ერთი და იგივე ობიექტის, ერთი და იგივე ზედაპირის გადაღება როგორი სიხშირით შეგიძლია თქვენ. მაგალითად, გეოსტაციონარული თანამგზავრიდან ასეთი ერთი და იგივე ობიექტის დედამიწის ზედაპირზე სურათის გადაღება შეგიძლია 15 წუთში ერთხელ. აქ მხოლოდ გადაღება არ იგულისხმება, თქვენ მოგეხსენებათ, აქ ლაპარაკია ისევ წერანდელს თუ გავიმეორებთ, ამ სურათის გადმოგზავნა, ამ სურათის მიღება და როგორი სიხშირით შეუძლია თვითონ აპარატურას მოემზადოს შემდეგი სურათის გადასაღებად ხოლმე. გამოსახულება იგულისხმება სურათებში, მე როცა ვლაპარაკობ. მაგალითად, თქვენ ხედავთ, რომ მაღალი გარჩევის სენსორებით იგივე რაღაცა გარკვეული უბანი შეგიძლია თქვენ გადაიღოთ 2 კვირაში ერთხელ, ეს დაბალი დროითი გარჩევის მაგალითია და აქ იგულისხმება ისიც, რომ თვითონ თუნდაც თუ ესეთი კოსმოსური ხომალდი არ არის გეოსტაციონარი, იგი მოძრაობს მუდმივად დაფრინავს და სხვადასხვა რაღაც კონკრეტული ადგილის გადაფრენას კოსმოსურ ხომალდს უჭირდება ხოლმე რაღაც გარკვეული პერიოდი. შეიძლება 1 კვირის შემდეგ გადაუფრინოს იგივე ადგილს, ან 2 კვირის შემდეგ და აი აქ იგულისხმება ზუსტად დროით გარჩევაში იგულისხმება ზუსტად ერთი და იგივე ადგილს რამდენ ხანში ერთხელ შეუძლია ერთი იგივე ადგილის გადაღება, რამდენ ხანში ერთხელ შეუძლია. შემდეგი ტიპი გარჩევისა არის სპექტრული გარჩევა. აი, თქვენ ხედავთ თუ სხვადასხვა მასალებს როგორი არეკლის განსხვავებული კოეფიციენტები გააჩნიათ. მაგალითად, აქ სურათზე მოყვანილია წყალი, მოყვანილია ახალი თოვლი, თეთრი კირქვა, ქვიშა, მცენარეულობა, მშრალი ნიადაგი. სხვადასხვა უბანში თუ განიხილავთ ამ მასალებს, თქვენ დაინახოთ, რომ მათ განსხვავებული არეკლის კოეფიციენტები გააჩნიათ. შესაბამისად, რაც უფრო მეტი უბნები გაქვთ შესასწავლად, მაშინ შესაბამისად უფრო მეტად გამოყოფთ ხოლმე ამა თუ იმ მასალებს და თქვენ მეტი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ, მეტი შესწავლის საშუალება გაქვთ სხვადასხვა ობიექტებისა, სხვადასხვა დიაპაზონების შესწავლით. ბუნებრივია, დიაპაზონების სიმრავლე გაძლევს საშუალებას მეტი ინფორმაციის დაგროვებისა. შემდეგ სურათზე მაგალითად თქვენ ხედავთ, თუ როგორ შეიძლება თერმული იმპრაწითელი გამოსხივებით გაარჩიოთ, თუნდაც აი პატარა ძაღლის ლეკვია სურათზე გამოხატული და მცირედი ტემპერატურული განსხვავებებიც კი, როგორი განსხვავებები გააჩნია ტემპერატურას, მაგალითად ამ ლეკვის ბეწვზე, ყურებში, თვალებში, პირში ტემპერატურა უფრო მაღალია თვალებთან, პირთან, ყურებთან და ბეწვი აი შესაბამისად უფრო დაბალი ტემპერატურით ხასიათდება. ეს არის სხვა სენსორის გრძნობიარობაზე დამოკიდებულებით შესაბამისად თქვენ შეგიძლიათ გაარჩიოთ ეს განსხვავებები. აქეთ ხელმარჯვნივ სურათზე მოჩანს მეორე ძალიან საინტერესო სურათი არის იმ გაგებით, რომ თუნდაც სურათის ზედა ნაწილში მოჩანს ჩვეულებრივ ოპტიკურ დიაპაზონში გადაღებული ბუჩქნარი, რომელშიც დგას ადამიანი და რომელსაც თვალი ჩვენ ვარჩევთ, მაგრამ სამაგიეროდ ქვევით უკვე წყალში არეკლილი იგი მოჩანს უკვე უпроსტად მაპატეთ წყალში არეკლილი კი არა ეს
წყალში ანარეკლებით მოჩანს ის, მაგრამ სინამდვილეში ეს არის, რა ქვია, თერმულ დიაპაზონში გადაღებული იგივე სურათი და იქ უკვე კარგად მოჩანს ორი ადამიანი, რომელიც ერთმანეთთან საუბრობს თუ რაღაცა მიმართებაში იმყოფებიან. აი, ამით დიაპაზონია საინტერესო. თუ ჩვენ შევადარებთ არეკულის კოეფიციენტს სხვადასხვა მცენარეული საფარისათვის, მაგალითად აქ კარგად ხედავთ, რომ აი მარჯვნივ არის ბალახის საფარს, როგორი მაღალი არეკულის კოეფიციენტი აქვს, უკვე 8000-დან 9000 ანგსტრემამდე დიაპაზონში თუ ვილაპარაკებთ, უფრო დაბალი აქვს არყის ხეს და არეკულის განსხვავებული კოეფიციენტები სხვადასხვა ტიპის მცენარეებისათვის მოყვანილია შემდეგ გრაფიკზე. აი აქ თქვენ ხედავთ, რომ მაგალითად ძალიან მაღალი არეკულის კოეფიციენტი გააჩნია ბალახს, შემდგომ აქვს ეს ძირითადად იმპრაწითელ უბანზეა ლაპარაკი, ახლო უფრო იმპრაწითელზე 8000-დან 9000 ანგსტრემამდე. შემდგომ აქვს არყის ხეს, ნაძვის ხეს, ბიჭის ხეს. თუ თქვენ გაქვთ სენსორები, რომლებიც მნობიარიანი არიან აი ამ დიაპაზონში და შეუძლიათ განსხვავებული, ასე ვთქვათ, დიაპაზონის დაყოფა ბევრ არხებად და შესაბამისად ინფორმაციის მიღება, თქვენ შეგიძლიათ თქვენი დაკვირვებებით, თქვენი სურათებით, უпроსტად მიღებული გამოსახულებით გაარჩიოთ ესა თუ ის მასალა თუ რომელი მცენარეულობაა დატანილი თქვენ სურათზე, აი ამ ასეთი გრაფიკების და ასეთი მონაცემების საშუალებით. შემდეგ სურათზე მოჩანს სხვადასხვა დიაპაზონით დანახული ერთი და იგივე ზედაპირი. აი მარცხენა სურათზე მოჩანს ხილული გამოსახულება, ხოლო მარჯვენა სურათზე მოჩანს არახილული იმპრაწითელი, ახლო იმპრაწითელი გამოსახულება. თქვენ ხედავთ, რომ ახლო იმპრაწითელი გამოსახულება გაცილებით უფრო ინფორმაციულია, თუნდაც იმიტომ, რომ წითლად რაც მოჩანს, ეს არის გამწვანება, რომელიც მაგალითად მარცხენა სურათზე არ მოჩანს, ეს არის მცენარეული საფარი კონკრეტული უბნისა თუ კონკრეტული რეგიონისა. აქედან გამომდინარე, თქვენ დაიმახსოვროთ, რომ სპექტრული გარჩევა არის სენსორის უნარი, გაარჩიოს ტალღის სიგრძეების ინტერვალები. ძირითადად გამოიყენება ხოლმე მრავალარხიანი სენსორები, ეს არის დაახლოებით 3-დან 15 არხამდე, თუმცა დღეისობით არის უკვე არსებობენ ჰიპერუზნობიარე, ჰიპერმრავალარხიანი, ასე ვთქვათ, სენსორებიც, რომელიც დაახლოებით 200 არხზე უფრო მეტ არხს მოიცავენ. გარჩევის შემდეგი ტიპი, რომელსაც დისტანციურ ზონდირებაში იყენებენ, ეს არის რადიომეტრიული გარჩევა. რადიომეტრიული გარჩევა ჩვეულებრივი ჩვენიანით რო ვილაპარაკოთ, ეს არის თუ რამდენი თვლადი ციფრითი რიცხვითი მონაცემის მოცემა შეუძლია კონკრეტულ სენსორს. აქ არის აი ბიტების რაოდენობით რო ვილაპარაკოთ, მოგეხსენებათ ბიტები ეს არის ჩანაწერილი ორობით სისტემაში 0 და 1 და ანუ რამდენი ნულიანი და ერთიანი ჩაწერა შეუძლია მოცემულ ერთ უჯრედს და გადმოცემა შესაბამისად მოცემულ ერთ უჯრედს ამ სენსორისა. აი ჩვენ ხანდახან ამას თანიგებსაც ვიზახით ხოლმე, ვამბობთ აი მაგალითად 5-თანიგიანი სენსორი, 10-თანიგიანი სენსორი, 4-თანიგიანი სენსორი და ასე შემდეგ. აი თქვენ ხედავთ, აქ ჩამოწერილია ბიტების რიცხვი, თვლადი დონეების რიცხვი, ანუ თანიგების რიცხვი და თვლადი დონეების დიაპაზონები. მაგალითად, ბოლოში აქ პირველი არის მხოლოდ 0 და 1 გვაქვს ჩვენ, როცა ერთთანიგიანი სენსორი გვაქვს და ბოლოში არის 10-თანიგიანი სენსორი აქვე მოყვანილი, სადაც დიაპაზონები არის 0-დან 1024-მდე. 23-მდე უпроსტად 0-ით თუ ჩაითვლება, მაშინ გამოვა 1024-მდე. საერთო ჯამში 16 ბიტიანი სენსორი გვაძლევს 65536 თვლად დონეს. ანუ რამდენად შეუძლია დისკრეტულად გამოყოს მოცემული გარკვეული სიგნალი, ჩვენმა სენსორმა ამაზეა ლაპარაკი და რადიომეტრიული გარჩევა ეს არის უმცირესი განსხვავებების მგრძნობელობა გამოსხივებულ ანარეკლულ ენერგიებში. ნუ სხვადასხვანაირი სენსორები არსებობენ, თქვენ კარგად მოგეხსენებთ, მაგალითად დღევანდელი ჩვეულებრივი ფოტოგრაფიები, ან დავუშვათ ვებკამერა, რომელთაც ჩვენ ვიცერთ ხოლმე ან ლაპარაკობთ ხოლმე, მათ აქვს ძირითადად 8 ბიტიანი სენსორები, ეს არის დაახლოებით 0-დან 256-მდე.
არის ფოტოგრაფიული კარგი კამერები, მაგალითად, როგორც არის დღევანდელი Canon-ის, Nikon-ის და ასეთი კამერები, მათ უყენიათ სენსორები, რომელთაც აქვს ძირითადად 12 ბიტიანი სენსორები და ეს არის დაახლოებით 0-დან 4096 მეტრამდე თუ არ ვცევი, თუ არ მეშლება, ახლა ზეპირად არ მახსოვს, ამდენი გარჩევა და უფრო ისეთი მგზნობიარე, მაღალ მგზნობიარე სენსორები გამოიყენება ხოლმე დისტანციურ ზონდირებაში, უფრო მაღალ მგზნობიარე სენსორები გამოიყენება ასტრონომიაში, რომლებიც აღწევენ აქ უკვე ლაპარაკი არა 16, არამედ 32 მეტრი და უფრო მაღალი ათვლის დონეები. მოგიყვანთ ერთ მაგალითს დისტანციური ზონდირებისა. საინტერესო მაგალითია თუ როგორ მოძრაობს და როგორ გადაადგილდება ვულკანური ღრუბელი. ეს არის გოგი დორჟანგის ღრუბელი ჩილო-ამერიკის თავზე ვულკანის ამორკვევის შემდეგ. აქ რუკაზე დატანილია თარიღები, დატანილია მდებარეობები ბუნებრივია და ყველაფერი რაც საინტერესო არის ჩვენი ღრუბლის შესასწავლად. ხედავთ, როგორ მოძრაობს ეს ღრუბელი და როგორ ვრცელდება ვულკანური ფერფლი ჩილო-ამერიკის თავზე. ანალოგიური რამ ხშირად ხდება ხოლმე ჩვენთანაც, მაგალითად სხვადასხვა ადგილას რომ მოიფრქვევა ხოლმე ვულკანები, აბასთუმანში ხშირად ფუჭდება გამოსახულება და დაკვირვების საშუალება ფუჭდება ხოლმე, ეს შესამჩნევად იგრძნობა ჩვენს დაკვირვებებში. ლექციის ამ ნაწილში მე მინდა მოგითხროთ მცირე რამ დისტანციური ზონდირების მოკლე ისტორიის შესახებ. საქმე იმაშია, რომ თქვენ სახელმწიფოებში ბევრ ადგილას არის ეს ისტორია განხილული, მაგრამ რატოღაც ავტორები გვერდსულიან გარკვეულ საკითხებს, რომლებზეც მე მინდა მცირე აქცენტირება გავაკეთო. დისტანციური ზონდირების მოკლე ისტორია, ყველა ავტორი თანხმდება ამაში, იწყება ალბათ 2300 წლის წინ, როდესაც არისტოტელემ აღწერა კამერა ობსკურა. საქმე იმაშია, რომ კამერა ობსკურა ეს არის პირველი ხელსაწყო, რომელთაც შესაძლებელია გამოსახულების რაღაც გარკვეული მანძილიდან მიღება და რადგან დისტანციური ზონდირება თავისთავად ნიშნავს გამოსახულებების მიღებას, ანუ ექსპერიმენტის ჩატარებას, ან შესწავლას რაღაცა ობიექტის შორეული გარკვეული მანძილიდან ფიზიკური კონტაქტის შესახებ, ამიტომ კამერა ობსკურა თავისთავად მოიაზრება პირველ ისეთ მოწყობილებად, რომელიც საშუალებას გაძლევს შორიდან დავაფიქსიროთ ესა თუ ის ობიექტი. Ela კამერა ობსკურა თქვენ ალბათ შეიძლება ნანახი არ გქონდეთ რა წარმოადგენს, მაგრამ რო წარმოიდგინეთ აი რაღაცა ჭვიტი რო გააკეთოთ ბნელ ოთახში, თქვენ დაინახავთ რომ ამ ოთახის წინ რაც არის პეიზაჟი იქნება, ესხე იქნება, თუ რა იქნება, ჭვიტის საწინააღმდეგო მხარეს კედელზე შეიძლება გამოჩეს მისი ანარეკლი, მისი გამოსახულება, აი როგორც შემდეგ სურათზე არის მოცემული. თქვენ ხედავთ კამერა ობსკურათი მიღებული ხის გამოსახულებას. ანალოგიურად შეიძლება თქვენ გააკეთოთ ასეთივე შავი ყუთი და ამ შავ ყუთში გამოჩნდება, დაფიქსირდება ასეთი გამოსახულება. შემდეგ დისტანციური ზონდირების ისტორიაში შეიძლება მნიშვნელოვანი ფაქტორად ჩაითვალოს, მაგალითად 1305 წელს, როცა ფონ ბრაიბურგმა მოახდინა ცისარტყელას მოდელირება მინის ბურთების გამოყენებით. ეჩვენებული ისენით რო თქვა დღევანდელობით, მაგალითად მან თითქოს სიმულაცია მოახდინა ცისარტყელასი და ხელოვნურად გამოიწვია ცისარტყელა. ეს თავისთავად უკვე ნიშნავდა იმას, რომ ბუნებრივი მოვლენები შეიძლება დაიშიფროს, დანაწილდეს თუ დაიშალოს ისე, რომ ჩვენ ხელოვნურად შეგვიძლია მათი წარმოქმნა, მათი მიღება და ასე შემდეგ. შემდეგ ავტორები რატომაც უვლიან გვერდს ერთ ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას. ეს იყო 1608 წელი, როდესაც ჰანს ლიპერშეიმ ჰოლანდიელმა ოპტიკოსმა დაამზადა პირველი ტელესკოპი. მართალია მან როგორც ტელესკოპი ასე არ გამოიყენა ეს მოწყობილობა და მას საჭვეტი უწოდა, შეიძლება მეზობლის პანჯრებს ათვალიერებდა, მე არ ვიცი, ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ ტელესკოპი დაამზადა ლიპერშეიმ და ამას ძალიან დიდი გამოხმაურება და გამოყენება მოყვა სულ ცოტა ხანში. როგორც მოგეხსენებათ, 1609 წელს უკვე გალილეიმ დაიწყო ტელესკოპის გამოყენება და ამას რა მოყვა, თქვენ ძალიან კარგად იცით. მთელი აღმოჩენების სერია ცაში და მთელი ოპტიკის განვითარება სხვადასხვა მიმართულებით. თავისთავად დისტანციურ ზონდირებაში მართალია ტელესკოპები ისე აქტიურად არ გამოიყენება, მაგრამ
მე როგორც ასტრონომი ხაზი უნდა გავუსვა, რომ აი ეს მიმართულების ჩამოყალიბებაში ალბათ დისტანციური ზონდირება თავისთავად მიმართულება არ გაჩნდებოდა, რომ არ ყოფილიყო ტელესკოპების და ასტრონომიის ასეთი მძლავრი განვითარება. შემდგომი ალბათ იმავე დროს ეს თვითონ ლიპერშეის უпростоრად გალილეის ტელესკოპია, რომელთაც იგი აკვირდებოდა ხოლმე ცას და ამავე დროს ამავე საუკუნეში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენად მიმაჩნია ის, რომ 1666 წელს ნიუტონმა სინათლის სხივი, მზის სხივი უпростоრად დაშალა სპექტრად. ანუ ის რომ ჩვეულებრივი სხივი, რომელიც ყველას თეთრი გონია და თეთრი ეგონა უпростоრად, იმ დრო იქამდე ნიუტონამდე ყველას თეთრი ეგონა, აღმოჩნდა რომ სხვადასხვა ფერისაგან შედგება და სხვადასხვა შემადგენლისაგან შედგება. თუ ამ სხივებს ამ სხვადასხვა ფერებს ისევ ერთმანეთში გადავურებთ, ჩვენ მივიღებთ ისევ ჩვეულებრივ თეთრ სინათლეს. ამ მოვლენებს შეიძლება ავტორები გვერდსულიან მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ეს თავისთავად აღწერილია ბევრ სახელმძღვანელოში და შეიძლება ამას ისეთი დიდი ხაზგასმა არ დაჭირდეს, თუნდაც დისტანციური ზონდირების მიმართულებით დაწერილ სხვადასხვა წიგნებში. შემდგომ ეტაპებად ამას უკვე უბრუნდებიან ისევ დისტანციური ზონდირების ავტორებიც და ამბობენ ხოლმე ასახელებენ მაგალითად ჰერშელის მიერ ინფრაწითელი გამოსხივების აღმოჩენას. თავისთავად ახლა წარმოიდგინოთ, მოხდა რაღაცნაირად ადამიანის აზროვნების, ხედველობის განვითარება. ადამიანი მიხვდა, რომ გარდა იმისა, რასაც ჩვენ ვხედავთ, არსებობს სხვა გამოსხივებებიც, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ. და შეიძლება ეს გამოსხივება ძალიან დიდი მნიშვნელოვანი ნაწილს იკავებდეს, როგორც კოსმოსში, ასევე დედამიწაზე და ბევრ ამასთან იყოს დაკავშირებული. ეს იყო 1800 წელს, ჰერშელმა ძალიან უცნაური ექსპერიმენტი ჩაატარა, შეიძლება ასე ითქვას, უпростоრად ჰერშელი დაინტერესდა თუ სპექტრად გაშლილი გამოსხივების სხვადასხვა უბნებში როგორი იყო ტემპერატურული განაწილება. და როდესაც მან გაიტანა თერმომეტრი იმ უბანში, სადაც საერთოდ არ ჩანდა არაფერი, ეს იყო ინფრაწითელი, მან მე ასე უწოდა ამ უბანს, რადგან წითლის გარეთ მდებარეობდა ეს უბანი, აღმოჩნდა რომ ტემპერატურა ისევ გამოსხივების ტემპერატურა ისევ იყო. ამან ცოტა ჰერშელი გააკვირვა, გულახდილად გითხრათ, მაგრამ ჰერშელი მიხვდა, რომ იქაც ისევ გრძელდებოდა გამოსხივება, როგორც იმ ადგილებში, სადაც ჩვენ ვხედავთ ხოლმე. ეს იყო ზუსტად აი ინფრაწითელი გამოსხივების აღმოჩენის და აღმოჩენა. ამას მოყვა სულ ცოტა ხანში რიტერის მიერ ულტრაესფერი გამოსხივების აღმოჩენა 1800 პირველ წელს, ეს ალბათ ანალოგია რიტერი მიხვდა იმას, რომ თუ გამოსხივება შეიძლება გრძელტალღოვანი უბნისაკენ გაგრძელებულიყო, ასევე შესაძლებელი იყო მოკლეტალღოვანი უბნისაკენ გაგრძელებულიყო და ამიტომ მან შეძლო, აბადეთ მე შეიძლება ამით ცოტა შეიძლება ვაკნინებ რიტერის დამსახურებას, მაგრამ მაინც ანალოგიით უფრო ადვილი იყო ალბათ შესაძლებელია ულტრაესფერი გამოსხივების აღმოჩენა, ვიდრე თავდაპირველად ისევ ჰერშელის მიერ ინფრაწითელი აღმოჩენის ინფრაწითელი გამოსხივების აღმოჩენა. შემდგომ უკვე მოდის მე-19 საუკუნე ფოტოგრაფიის დასაწყისის საუკუნეა. 1839 წელს დაგერმა და ნიპკემ აღმოაჩინეს პროცესი, ქიმიური პროცესი, რომელსაც შემდეგ დაგეროტიპები ეწოდა და ეს იყო დღევანდელი ფოტოგრაფიული პროცესის წინამორბედი. მათ გამოიყენეს ობსკურ კამერა, რადგან მაშინ არ იყო ოპტიკური კამერები და მათ მიიღეს პირველი ფოტოგრაფიული გამოსახულებები. აი თქვენ ხედავთ ამ სლაიდზე პირველ ფოტოგრაფიულ გამოსახულებებს. აქვე უნდა დავამატო, რომ შემდეგ სლაიდზეც მოყვანილია პირველი ფოტოგრაფიული გამოსახულებაც, აი ამ სლაიდზე, რომელსაც პირველი დაგეროტიპი, როგორც ასე განიხილავს მრავალ ლიტერატურაში ზოგი ავტორი ამ სლაიდს ამ ფოტოგრაფიას თulis პირველ დაგეროტიპად, ზოგი ავტორი წინა ფოტოგრაფიას თulis პირველ დაგეროტიპად. ყოველ შემთხვევაში მე გულახდილად გითხრათ ამის გარკვეულ ვერ შევძელი და ამიტომ თქვენ ასევე მოგაწვით როგორც სამივე ფოტოგრაფიას, როგორც პირველ დაგეროტიპებს. რა თქმა უნდა, ამას წინ უძღოდა პროცესი, რომელიც აღმოაჩინა, ეს მოხდა შუა საუკუნეებში, წმინდა ალბერტუს მაგნუსმა აღმოაჩინა ქიმიური ნივთიერება, ქიმიური ნაერთი, ეს იყო არგენტუმენო-3, ანუ ვერცხლის ნიტრატი, რომელსაც ჰქონდა თვისება, დღის სინათლეზე იგი იშლებოდა და შავდებოდა.
ამ დროს გამოიყოფა ხოლმე ცალ-ცალკე გამოიყოფა ვერცხლის ცალკე გამოიყოფა და არგენტუმის მაპატეთ აზოტის ჟანგი ცალკე გამოიყოფა გაზის სახით. ეს საშუალებას გვაძლევს თუ დავანათებთ რაიმე ფირფიტას, რომელზეც დატანილია ეს ვერცხლის ნიტრატი, რა თქმა უნდა ეს ვერცხლის ნიტრატი სიმნელეში უნდა იყოს მომზადებული, დატანილია რაიმე ფირფიტაზე და ამ ფირფიტას დავანათებთ სინათლით, მაშინ იმ ადგილებში, სადაც სინათლე დანათებული იყო, ფირფიტა შავდება, ხოლო სხვა ადგილებში რჩება თეთრი. შესაბამისი გამჟღავნების პროცესი და ფიქსაციის პროცესი, რომელიც ზეგანს ვახსენე, რომ ნიფკემ და დაგერმა მოიგონეს მეთქი, უკვე შემდგომ საუკუნეებში იქნა აღმოჩენილი. მე-19 საუკუნე დისტანციური ზონდირებისათვის ერთი მნიშვნელოვანი მოვლენითაც ხასიათდება. ეს იყო 1859 წელი, როცა ცნობილმა მხატვარმა, ფოტოგრაფმა ტურნახონმა გადაიღო პირველი ფოტოგრაფიები საჰაერო ბურთიდან. ეს არის პარიზის ხედები ზევიდან გადაღებული და თავისთავად რაღაცნაირად ალბათ წინამორბედი იყო შემდგომი საუკუნეების აეროფოტოგრაფიებისა და შემდგომი საუკუნეების თუნდაც კოსმოსური თანამგზავრული სურათებისა. ტურნახონი ერთი რამითაც არის ცნობილი, რომ მას აქვს ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანის ფოტოგრაფია გადაღებული. თუ თქვენ ჩაიხედებით ინტერნეტში და მოზავნით ამ პიროვნებას, ნახავთ, რომ მას აქვს გადაღებული ვიქტორ ჰიუგოსი, სარა ბერნარის და სხვადასხვა ძალიან ცნობილი პიროვნებების, იმ დროისათვის ცნობილი ფრანგი პიროვნებების ფოტოგრაფიები გადაღებული. მე-20 საუკუნე ხასიათდება ბევრი მნიშვნელოვანი აღმოჩენით და ბევრი მნიშვნელოვანი მიღწევით დისტანციურ ზონდირებაში. თუნდაც ის, რომ 1910 წლიდან დაიწყო პირველი აეროფოტოგრაფიები, შემდეგ ეს აეროფოტოგრაფიები გამოყენებული იყო პირველი მსოფლიო ომის დროს რეკოგნოსცირებისათვის და მოწინააღმდეგის ჯარების დატანისათვის, დაზვერვისათვის და სხვადასხვა. 1920 წლიდან უკვე ვითარდება ფოტოგრამეტრია, რომელიც გამოყენებული იყო კარტოგრაფიისათვის. 1940-იან წლებში უკვე ძალიან განვითარდა რადარული ტექნიკა, რაც ბუნებრივია, გამოყენებული იყო ისევ სამხედრო მიზნებით. მეორე მსოფლიო ომმა გამოიწვია ამ რადარული ტექნიკის განვითარება და ეს ძირითადად მოწინააღმდეგეს თვითმფრინავების დაზვერვისათვის, მოწინააღმდეგების გემების დაზვერვისათვის, მათი მდებარეობების გასარკვევად და სხვადასხვა ასეთი სამხედრო მიზნებისათვის იყო გამოყენებული. 1950 წელს პერად ფოტოგრაფიაში ინფრაწითელი უბანის გამოჩნდა, მოხდა სენსიბილიზაცია, გამგზნობიარება ფირებისა და ფირფიტებისა ინფრაწითელი უბნის მიმართულებით. და ეს გაჩნდა ეგრეთ წოდებულ პანქრომატული ფირფიტები და ფირები, რომლებიც გზნობიანები იყვნენ ინფრაწითელი უბნისაგან. ამან ბუნებრივია ძალიან წინ წაწია დისტანციური ზონდირების სხვადასხვა ამოცანებში საშუალება მოგვცა ინფრაწითელი უბნის გამოყენებისა. ამავე წელს გაჩნდა ეგრეთ წოდებულ ტერმინი remote sensing, რაც შემოიტანა ქალბატონმა ეველენ პრუიტმა. 1957 წელი ხასიათდება პირველი კოსმოსური ხომალდის პირველი თანამგზავრის გაშვებით. სპუტნიკი იყო რუსებმა გაუშვეს, როგორც მოგეხსენებათ, მაშინდელმა საბჭოთა კავშირმა გაუშვა და შემდეგ სლაიდზე აქ ჩვენ ხედავთ სპუტნიკს, რომელიც გაშვებული იყო 1957 წელს, პირველი კოსმოსური ხომალდი საერთოდ, რაც ადამიანმა და კაცობრიობამ შეძლო კოსმოსში გაეგზავნა. მაპატეთ პირველი კოსმოსური თანამგზავრი ხომალდი იყო, ეს იყო თანამგზავრი. შემდეგ ბევრი თანამგზავრები გამოჩნდა უკვე მე-20 საუკუნის ბოლოს და 21 საუკუნის დასაწყისში. დღეს დაფრინავენ ძალიან ბევრი თანამგზავრები, რომლებიც სწავლობენ დედამიწას კოსმოსიდან, სწავლობენ ატმოსფეროს, დედამიწის ატმოსფეროსი, გარდა იმისა, რომ ისინი აკვირდებიან ძალიან ბევრ ასტრონომიულ ობიექტებს და სხვადასხვა მიზნებისათვის გამოიყენენ. მაგალითად, ახლა მე აქ მოვიყვანე SBS-ი, ასეთი თანამგზავრი, რომელიც კონკრეტულად გამოიყენება ხოლმე დედამიწის ატმოსფეროს შესასწავლად და შემდგომი თანამგზავრი ლანდსატი, რომელიც ასევე გამოიყენება როგორც ატმოსფეროს შესასწავლად, ასევე დედამიწის ზედაპირის შესასწავლად. საინტერესოა თვითონ ამ ლანდსატის მონაცემები, მაგალითად, აქ თქვენ ხედავთ, ეს არის ლანდსატ 4, ეს მთელი სისტემა თანამგზავრებისა,
და ლანცარტ 4-ის კონკრეტულად ტალღის სიგრძეების უბნები და სივრცული გარჩევები, რომელიც რადონიზეა მისული ამ შემთხვევაში ტექნიკა, რომ შეხედოთ. მას აქვს სპექტრული გარჩევის 7 დიაპაზონი, 7 უბანი, 7 არხი შეიძლება ასე ვთქვათ და მაგალითად აქ ხედავთ თქვენ რომ არის 4500 ანგსტრემიდან 5200 ანგსტრემამდე ცისფერი მწვანე, სივრცული გარჩევა 30 მეტრი და სხვადასხვა ახლა მე არ ჩამოთვლი სათითაოდ ამ ყველა დიაპაზონს თქვენ აქ შეგიძლიათ დაათვალიეროთ და ნახოთ და საინტერესოა თერმული ინფრაწითელში მას აქვს გარჩევა, სივრცული გარჩევა უკვე დაბალია 120 მეტრი არის პიქსელზე. ამასთან ერთად უნდა ვახსენოთ ჩვენი ობსერვატორიაც, რომელმაც 2006 წლიდან უკვე შეიძინა ლადარული სისტემა და ძალიან აქტიურად აკვირდება ხოლმე აი ამ ლადარის გამოყენებით ძალიან აქტიურად აკვირდება ხოლმე სხვადასხვა